ეს 2002 წლის 30 სექტემბერია, ფრანგმენის სკული, ვაშინგტონში. ეს ბიჭი, რომელიც ოდესღაც 28,000 ფუტის სიმაღლეზე იდგა ბალონის ჟანგბადის გარეშე, იცარცავს ხელებს კლდეზე, რომელიც მის სახლიდან 40 წუთის სავალზეა. ეს არ არის ევერესტი, ეს არ არის არქტიკა. ეს არის სამშაბათის შუადრის სამოყვარულო ცოცვა. მაგრამ 2 წამზე ნაკლებ დროში კლდეზე, რომელიც ძლივს 6 სართულიანი შენობის სიმაღლისაა, ყველაფერი, რაც მთებმა, ქარიშხლებმა და თუნდაც პოლარულმა დათვმა ვერ შეძლეს მისთვის გაეკეთებინათ, მაინც ეხლა უნდა მოხდეს. ეს გორან კროპია და ეს არის ამ ლეგენდარული შეშლილი შვედის საშინელი ბოლო წუთები. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკიდურეს ზღვარზე, სადაც ფსონი მაღალია, მაგრამ აქ არავინ არის უბრალოდ სათაური. 1995 წლის ოქტომბერში გორანმა პრესკონფერენცია მოიწვია და ისეთი გიჟური რამ თქვა, რომ აპოლოს პროგრამის რამის ინჟინერებსაც კი გააგდობდა. ის აპირებდა ველოსიპედით შვედეთიდან ევერესტის მთამდე ხმელეთით გამგზავრებას, შემდეგ კი მისი დაპყრობას ბალონის ჟანგბადის გარეშე და შემდეგ იმავე გზით სახლში დაბრუნებას. შენთვის და ჩემთვის ეს სიგიჟედ ჟღერს. გორანისთვის ეს უბრალოდ 25 წელი იყო, როცა ის უარს ამბობდა თავისი პედი სხვის ხელში დაეტოვებინა. ლარს ოლაფ გორან კროპმა მთელი ცხოვრება იმაში გაატარა, რომ ისეთი ადამიანი გამხდარიყო, რომელსაც ვერაფერი გააკვირვებდა. როცა დაახლოებით 6 წლის იყო, მამა მის გილბერგზე აიყვანა. ეს სკანდინავიის ყველაზე მაღალი მთაა და მაშინ, როცა ასეთ მოგზაურობაზე უმეტესად მამები ატარებენ ზურგჩანთას, გორანის მამამ მას თავისი ზურგჩანთა თავად ატარებინა. სწორედ მაშინ, როცა ჯერ კიდევ წერა-კითხვა კარგად არ იცოდა, ისწავლა, რომ არავინ მოვიდოდა მის ნაცვლად თვიხტის ასატანად. როგორც ჩანს, მას შემდეგ აღარავის თოვა დახმარება. ამიტომ, როცა გორანს კარგად ნაცნობმა ადამიანებმა ამ გეგმაზე გაიგეს, ისინი მიხვდნენ, რომ ეს იგივე ნიმუში იყო, რაც გორანს ყოველთვის ჰქონდა. იპოვოს ყველა ცლად-ცლადი, რაც შეიძლება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს და მოაცილოს ისინი, სანამ არაფერს დაუტოვებს შემთხვევითობას. აი სწორედ ეს ხდის იმას, რაც 7 წლის შემდეგ ვაშინგტონის ბაზალტის კლდეზე მოხდა, ასე დაუჯერებლად, მაგრამ მალე ამაზეც მივად. 1995 წლის 16 ოქტომბერს გორან კროპმა დატოვა სტოკჰოლმი ველოსიპედით, რომელსაც მისაბმელი ჰქონდა მიმაგრებული და მასში 108 კილოგრამი თოკები, კარავი, ქურა, ტინულის ცულები ეწყო. ჩექმები, ყველაფერი, რაც ევერესტის სრულ ექსპედიციას სჭირდება, მის უკან მისაბმელი მიხვებოდა. თვითონ კი სპეციალურად დამზადებული კრესენტის ველოსიპედით მიდედით მიდიოდა. შემდეგ მან გაიარა 8,000 მილი გერმანიაში, უნგრეთში, რუმინეთში და თურქეთში ზამთარში. მან გაიარა ირანი, პაკისტანი, ინდოეთი. მარტო 4 თვის განმავლობაში ადგილებში, სადაც მძღოლები გზიდან აგდებდნენ და ბავშვები ქვებს ესროდნენ და სასაზღვრო დაცვას ვერ ესმოდა, რას უყურებდნენ. როცა რამე ფუჭდებოდა, ის შეკეთებდა. როცა ავად გახდა, კარავში გამოჯამრთელდა და გზა გააგრძელა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენი თავდადება და საკუთარ თავზე დაღრდნობა იყო საჭირო ამისთვის. 4 თვე და 6 დღე შვედეთში საკუთარი სახლის კარის დატოვებიდან გორან კროპი 1996 წლის თებერვლის ბოლოს ნეპალში ჩავიდა. ის დაისვენა და შემდეგ ველოსიპედით გაემართა ერისკენ, პატარა მთის ქალაქისკენ, რომელიც ევერესტამდე მდებარეობს, სადაც გზა საბოლოოდ დასრულდა მარტის შუა რიცხვებში. შემდეგ მან დაახლოებით 140 ფუნტი აიკიდა ზურგზე და ფეხით გააგრძელა გზა ევერესტის საბაზო ბანაკისკენ. მას კვირები დასჭირდა ფეხით სიარულში, რომ 1996 წლის აპრილში საბაზო ბანაკამდე მიეღწია და ამ დროისთვის ყველაფერი თითქმის იდეალურად მიდიოდა. ალბათ იფიქრებდით, რომ ყველაზე რთული ნაწილი უკვე დასრულებული იყო. ესე არ იყო. იმიტომ, რომ ევერესტზე მისვლა მხოლოდ დასაწყისი იყო. ის ვერ შეძლებდა უბრალოდ მწვერვალზე ასვლას, რადგან მისი სხეულის ასე მაღლა აკვანა მომზადების გარეშე პირდაპირ გაანადგურებდა მის ფილტვებს. ამიტომ გორანმა მომდევნო რამდენიმე კვირა გაატარა ნელ-ნელა 1000-ობით ფუტის სიმაღლეზე ასვლასა და ისევ ჩამოსვლაში. ისევ და ისევ, სანამ მისი სხეული მთას არ შეეგუა. და ბოლოს 1996 წლის მაისის დასაწყისში, თვეების განმავლობაში საკუთარი თავის წვალების შემდეგ გორანმა მწვერვალისკენ გასვლა დაიწყო. უფრო და უფრო მაღლა ადიოდა, მთაზე არსებულ ბანაკებს გასცდა და სიკვდილის ზონაში შევიდა. სადაც ადამიანის სხეული ნელ-ნელა კვდება, მიუხედავად იმისა, რამდენად ძლიერი ხარ. და 1996 წლის 3 მაისს 13:30 საათზე გორანი სამხრეთ მწვერვალზე იყო, სადაც 28,000 ფუტზე მაღლა. ის მარტო ადიოდა და ჟანგბადის ბალონების გარონების გარეშე მწვერვალი ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა. იმ დღეს დაახლოებით 200 ფუტით მაღლა მის ზემოთ ისტორია მზად იყო დასაწერად.
მაგრამ შემდეგ გორანმა გამოთვალა, რამდენ ხანს დასჭირდებოდა დაშვებას თუ ასვლას გააგრძელებდა და დაინახა დიდი პრობლემა. ის შეძლებდა ასვლას, რა თქმა უნდა, მაგრამ აღარ დარჩებოდა საკმარისი დღის სინათლე ან ძალა ჩამოსასვლელად. ეხლა, თუ ეს ჩვენი ვიდეოების ყურების თქვენი პირველი შემთხვევა არ არის, იცით რომ ბევრი მთამსვლელი არ ჩერდება უკან მობრუნების დადგენილ დროს და აგრძელებს ასვლას. და მათ არც კი გაუვლიათ ველოსიპედით სახლიდან ევერესტამდე. ასე რომ მას ძალიან დიდი გადაწყვეტილების მიღება მოუწია და მინდა რომ ერთი წამით მართლა წარმოიდგინო თავი მის ადგილას. თვეები დახარჯე აქ მოსასვლელად. 2 კონტინენტი გადალახე. ყველა სახლში გელოდება და უნდა გაიგონ, მოახერხე თუ არ. შეგიძლია პირდაპირ დაინახო დედამიწის ყველაზე მაღალი წერტილი. შენ რას გააკეთებდი? გორან კროპი 200 ფუტის დაშორებით იმ მიზნიდან, რისთვისაც მთელ პლანეტაზე ველოსიპედით იარა, მობრუნდა და უკან საბაზო ბანაკში დაბრუნდა. ამას რომ მიაღწიო, ისეთი დისციპლინა გჭირდება, თითქმის დაუჯერებელი. მაგრამ როცა ახალგაზრდა იყო, გორანმა შვედეთის არმიაში თვითმფრინავებიდან ხდებოდა. და თუ რამე ხსმენია პარაშუტისტებზე, იცი რომ ეს სამსახური გასწავლის რომ სისტემას ენდო, რადგან თითოეული უსაფრთხოების წესი სისხლით არის დაწერილი. შესაძლოა ეს აზროვნება გორანის ცულებში ჩაჯდა და იქ დარჩა. არ ვიცი. რაც ვიცი, ისაა რომ გორანი ემორჩილებოდა გამოთვლას, რომელსაც თითქმის არც ერთი სხვა მთამსვლელი არ დაემორჩილებოდა. თუნდაც რაბ ჰოლმაც კი, რომელიც იმ სეზონზე მთაზე ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ გიდად ითვლებოდა, გორანის გადაწყვეტილებას წარმოუდგენლად კარგ განსჯად უწოდა, რომელიც ბევრად უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე თავად მთაზე ასვლა. და ერთი კვირის შემდეგ მთამ დაამტკიცა, რატომ იყო სწორი არჩევანი მისი უკან შებრუნების დროის დაცვა. 10 მაისს სასტიკი ქარიშხალი დაატყდა მთის ზედა ნაწილს. კომერციული ექსპედიციების ათეულობით მთამსვლელი სიკვდილის ზონაში მაღლა აღმოჩნდა გაჭედილი. ზუსტად მაშინ, როცა ბევრი მათგანი საათებით გვიან ეშვებოდა, თავიანთ დაგეგმილ უკან შებრუნების დროს გადაცილებული. იმ დროისთვის, როცა ცა გაიწმინდა, 8 ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო. ამ ორ მეგზურს შორის ერთ-ერთი იყო რაბ ჰოული. დიახ, იგივე რაბ ჰოული, რომელმაც გორანი შეაქო დაბრუნებისთვის. ის მთაზე მაღლა დაიღუპა. საკუთარი შემოbrunების დროიდან რამდენიმე საათის შემდეგ იმავე წესის დარღვევით, რისთვისაც გორანი შეაქო რომ დაიცვა. გორანი უკვე საბაზო ბანაკში იყო დაბრუნებული, როცა ქარიშხალი დაიწყო. მას შეეძლო იქ დარჩენილიყო და არავინ დაადანაშაულებდა, რომ ასე მოქცეულიყო. ამის ნაცვლად მან შემოbrunდა და პირდაპირ იმავე სიკვდილის ზონაში დაბრუნდა, საიდანაც ახლახან გამოაღწია. მოაქვს მარაგები ალპინისტებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ მის ზემოთ იყვნენ გაჭედილები. და შემდეგ 23 მაისს, იმ კატასტროფიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გორან კროპი მარტო ავიდა ზევით, ჟანგბადის ბალონისა და შერპების გარეშე. და ამჯერად ის მარტო იდგა ევერესტის მწვერვალზე. მას შემდეგ, რაც შვედეთში საკუთარი სახლის გარიდან იქამდე თავადაც მივიდა და მთელი თავისი ქონებაც ჩაიტანა, შემდეგ ის ჩამოვიდა, დაისვენა, ისევ დაჯდა ველოსიპედზე და სახლში დაბრუნდა. შვედურმა პრესამ მას იმ დროისთვის უკვე შეარქვა სახელი იმის გამო, რაც გააკეთა და ეს სახელი მთელი ცხოვრება გაჰყვა. მას შეშლილ შვედს ეძახდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელი კარგად ჟღერს, ისინი სრულიად ცდებოდნენ, რადგან შეშლილები თავიანთ სიცოცხლეს რისკავენ. ხოლო გორანმა მთელი ცხოვრება გაატარა იმის მცდელობაში, რომ ასე არ მოქცეულიყო. მაგრამ ეს სახელი მას მაინც შეერჩა, რადგან ერთ ღამეს გორანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თავგადასავლების მაძიებელი გახდა ევროპაში. მან გამოაქვეყნა წიგნები და გამართა ლექციების ტური იების ტური თავისი მოგზაურობის შესახებ. ამ ეპოქიდანაც კი არსებობს სატელევიზიო კადრები, სადაც ის იღიმის ინტერვიუების დროს. და მარტივად მიხვდებით, რატო უყვარდათ ხალხს გორანი, რადგან ის თითქმის სიკვდილს მსოფლიოს ყველაზე მაღალ მთაზე ისე ხვებოდა, როგორც სხვა კაცები ცუდად დასრულებულ სათევზაო გასვლას ხვებიან. გარედან რომ შეგეხედათ, გეგონებოდათ, რომ გორანს ერთი სიცოცხლისთვის უკვე საკმარისი ჰქონდა მიღწეული, მაგრამ გორანი გაჩერებით არასდროს ინტერესდებოდა. რადგან თუ გინდათ, გაიგოთ ვინ იყო სინამდვილეში. შეხედეთ იმას, რაც გააკეთა, როცა 1999 წელს ევერესტზე დაბრუნდა. რადგან გარდა იმისა, რომ ავიდა მწვერვალზე, მან და მისმა ექსპედიციის პარტნიორმა თაზე დრო გაატარეს ნაგვის შეგროვებაში და ევერესტიდან 25 გადაგდებული ჟანგბადის ბალონი ჩამოიტანეს. სხვების ბალონები, სხვათა შორის. მისი პარტნიორი იმ ასვლაზე იყო რენატა კრუმპსკა. ის ისეთი კარგი მთამსვლელი იყო, რომ ევერესტის მწვერვალზე დადგა და ასევე იყო ქალი, რომელთანაც გორანს ცხოვრების გატარება ჰქონდა დაგეგმილი. ევერესტის მწვერვალზე იდგა იმ ქალთან ერთად, რომელიც უყვარდა. გორანი თავისი ცხოვრების აბსოლუტურ მწვერვალზე იყო ასული, როგორც პირდაპირი, ისე ემოციური მნიშვნელობით. გარედან მისი ცხოვრება ზუსტად იქ იყო, სადაც მას სურდა. მაგრამ გორანი არ იყო ისეთი ადამიანი, რომ უბრალოდ დასდგომოდა. მომდევნო წელს ის ყინულოვან არქტიკულ ოკეანეზე კარავში იწვა და თვის ხმას უგდებდა ყურს. ის და კიდევ ერთი შვედი, ოლა შინარმო, ცდილობდნენ ყოველგვარი გარედახმარების გარეშე მიეღწიათ ჩრდილოეთ პოლუსამდე თხილამურებით. ყველაფერს ზურგს უკან მარხილებით მიათრევდნენ.
და იმ ყინულზე პოლარულმა დათვმა ისინი იპოვა და გაჰყვა. ესეთ ადგილას, სადაც არც რეინჯერების სადგურია და არც ვერტმფრენი, 20 წუთის სავალზე ორ კაცს მხოლოდ თოფი ჰქონდა, რომ შეეჩერებინა ცხოველი, რომელსაც ბუნებამ მოკვლის უნარი მისცა. დათვი მაინც მოიწევდა. გორანმა იძულებული გახდა თავდაცვის მიზნით ესროლა და გზა გაეგრძელებინა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ გორანის ცერს მძიმე მოკინულობა დაემართა. მეოთხე დღეს მოკინული ცერი გაფრთხილებაა. მან მოусმინა ამ გაფრთხილებას. მაგრამ ამჯერად სახლში მის გონივრულ გადაწყვეტილებას აღსანიშნავად არავინ ელოდებოდა. სახლში მას სათაურებით ელოდნენ. ცნობილმა შვედმა მწერალმა იხილა ახალი ამბები დათვზე და საჯაროდ დაასახელა გორანი კრიმინალად. ბრაკონიერად. გორანმა მას სასამართლოში უჩივლა ამის გამო, მაგრამ გორანმა წააგო. შვედეთის ყველაზე ცნობილი ავანტიურისტი საკუთარ ქვეყანაში სასამართლო დარბაზში იჯდა და ისმენდა, რომ ადამიანს, რომელმაც მას კრიმინალი უწოდა, არანაირი შედეგი არ მოყვებოდა. და ამის შემდეგ გორანს შვედეთთან თითქოს გული აუცრუდა. 2 წელიწადში მან და რენატამ თავიანთი ცხოვრება უთებში ჩაალაგეს და გადავიდნენ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიეტლის, ვაშინგტონის გარეუბანში. და იქ, ახალ ქვეყანაში, იმ ქალთან ერთად, რომელსაც უყვარდა, გორანმა დაიწყო მზადება იმაზე, რასაც თავისი ცხოვრების უდიდეს ექსპედიციად მიიჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ცხოვრობდა, მას სურდა კვლავ გაემეორებინა ის ფორმულა, რომელმაც ლეგენდად აქცია. მას სურდა დაბრუნებულიყო თავის ფესვებთან, შვედეთიდან ანტარქტიდამდე გაეცურა, სამხრეთ პოლუსამდე და უკან თხილამურებით მისულიყო. შემდეგ კი ისევ სახლში გაეცურა. მხოლოდ ერთი პრობლემა იყო, მას არ იცოდა ნაოსნობა. მაგრამ ამ დროისთვის ალბათ უკვე ხედავდით, რომ ის იყო მეთოდური, საკუთარ თავზე დამფრდნობი ავანტიურისტი. ამიტომ გორანმა სწავლა დაიწყო. კვირის დღეებში დედამიწის ერთ-ერთი უდიდესი ექსპედიციური მთამსვლელი, ვაშინგტონის შტატში, პიუჯეტ საუნდზე იპოვებოდა, სადაც ნაოსნობის გაკვეთილებს იღებდა. და შაბათ-კვირას ის მთებში ადიოდა. მთაში ასვლა, ასე ვთქვათ, ჰობი იყო, სხეულის ფორმაში ყოფნისა და გონების გასაწმენდად. მისი საყვარელი ადგილი იყო სახელად Frenchman Coulee, სიეტლიდან ვაშინგტონის შტატში დაახლოებით 2 საათი და ნახევარი აღმოსავლეთით. ეს არის კანიონი მუქი ვულკანური ქანებით, რომლებიც გვერდიგვერდაა განლაგებული ორღანის მილებივით, სადაც ადგილობრივი მთამსვლელები თავისუფალ შაბათს მიდიან, რადგან ზიანია, ახლოსაა და გარემოც თავისუფალი. მაგრამ კლდეზე ცოცვა აქ, ის ალპინიზმი არ იყო, რითაც გორანი იყო ცნობილი. ეს არც კი არის იგივე სპორტი, როგორც მწვერვალზე ასვლა. ალპინიზმი, რომელმაც გორანი ლეგენდად აქცია, გამძლეობის თამაშია, რომელიც ამინდთა ბრძოლაში მიმდინარეობს სიმავლესა და დროსთან. მისი საფრთხეებია საშიში ქარიშხლები, ზვავები, თხელი ჰაერი და მათ გადაურჩები დაგეგმვით, ფიზიკური მომზადებით, მოთმინებით და იმის ცოდნით, როდის უნდა უკან დაეხიო. კლდეზე ცოცვაში საფრთხე დეტალებშია, რომლებიც ინჩებში იზომება. ყოველ რამდენიმე ფუტში მთამსვლელი უნდა შეჩერდეს, ხელით მიაწვდეს თავის აღკაზმულობას და კლდის ნაპრალში პატარა დანცავი მოწყობილობა ჩაამაგროს. და თითოეული ეს დეტალი დაცემის შემთხვევაში კარგია თუ უსარგებლო, დამოკიდებულია იმ გამოცდილებაზე, რომელიც წლების განმეორებით ვარჯიშმა ვარჯიშმა თითებში დაგროა. სოდნა, რომელსაც ზოგადი ფიზიკური მომზადება ვერასდროს მოგცემს. 2002 წლის 20 სექტემბერს, როდესაც ის სიეტლის აღმოსავლეთით ვაშინგტონის უდაბნოში მიემგზავრებოდა, სულელური რისკების აღება მის გონებაში ბოლო ადგილი ეკავა. იყო ორშაბათი, ამინდი თბილი და ნათელი იყო. გორანი არდან ერუჩთან ერთად იყო, თურქი მთამსვლელი, რომელსაც საკუთარი დიდი ოცნებები ჰქონდა და ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი, რომელიც გორანს ახალ ამერიკულ ცხოვრებაში ჰყავდა. ამერიკაში გადასვლამ გორანს 7 რიტმი მისცა და ეს დღეც უბრალოდ ამ 7 რიტმის კიდევ ერთი დღე უნდა ყოფილიყო. ორ მეგობარს კანიონი თითქმის მთლიანად მათ განკარგულებაში ჰქონდათ. ამიტომ დილა გაატარეს კედელზე უფრო მარტივ მარშრუტებზე გახურებით. ეს ადრეული ასვლები თანამედროვე იყო და მუდმივი ლითონის ანკერები პირდაპირ კლდეში იყო ჩამაგრებული. ამიტომ მთამსვლელს მხოლოდ თოკის ჩაკიდება სჭირდებოდა, როცა ასვლას აგრძელებდა. სწრაფი, უსაფრთხო და ჩვეულებრივი. მთამსვლელობაში ეს იგივე იყო, რაც წრეების ცურვა და დილა იმდენად კარგად წარიმართა, რომ ადრეულ შუადრეს გორანმა გადაწყვიტა, რომ უფრო რთული გზა აერჩია. მან გადახედა მარშრუტს სახელად Air Guitar-ი. ეს იყო 65 ფუტიანი ბზარი, რომელიც ორ უზარმაზარ ბაზალტის სვეტს შორის იყო გაყოფილი. მაგრამ განსხვავებით დილის ასვლებისგან, კედელში მუდმივად დამაგრებული მეტალის ბოლტები არ იყო. Air Guitar-აზე ასვლისას საკუთარი დაზღვევა თავად უნდა მოაწყო, როცა ადიხარ. ამისთვის მთამსვლელები თანატარებენ სპეციალურ ლითონის დამცავ მოწყობილობებს, რომლებიც სხვადასხვა ფორმისა და ზომის ნაპრალებშია ჩასადები. როცა ნელ-ნელა ადიან, ხელით აჩრიან ამ მოწყობილობებს ნაპრალში, რათა კონდეთ რამე, რაშიც თოკებს ჩაამაგრებენ. ესე ცოცვა წარმოუდგენლად ტექნიკურია. ეს უფრო რთული იყო, ვიდრე გორანმა ოდესმე გააკეთა ამ კონკრეტულ სტილში.
მაგრამ ეს ზუსტად იმ ზღვარზე იყო, რასაც გორანი ფიქრობდა, რომ შეძლებდა. ამიტომ მან თავისი დაზღვევის მოწყობილობები ახკაზმულობაზე ჩამოიგიდა. თოქში შეიგრა თავი, შეამოწმა კვანძები და უთხრა არადინს, რას აპირებდა. არადინმა უთხრა, რომ ეცადა. თვითონ კი ქვემოთ დადგებოდა, თოქს დაიჯერდა, რომ დაეჭირა თუ ჩამოვარდებოდა და გორანი ასვლა შეუდგა. და პირველ 50 ფუტზე მშვენივრ დავიდა. ხელები და ფეხები ნაპრალში აწყობდა, კედელზე თანდათან მაღლა ადიოდა. ყოველ რამდენიმე ფუჩი ჩერდებოდა, ერთ-ერთი მეტალის სოლს კლდეში აჭედებდა, თოქს იმ მყარ სარტყელში ამაგრებდა და გზას აგრძელებდა. ქვემოთ არდინი თოქს უშვებდა და უყურებდა, როგორ პატარავდებოდა მისი მეგობარი ცისფერი ცის ფონზე. ზედა ნაწილთან დაახლოებით 55 ფუტზე იყო მთელი მარშრუტის ყველაზე რთული მონაკვეთი. გორანი სწორედ მის ქვემოთ გაჩერდა. მან ხელით ქამარში მოიძია კარგი ზომის ლითონის სოლი. ღრმად ჩასვა ნაპრალში ზუსტად იქ, სადაც სურდა, სანამ რთულ მოძრაობებზე გადავიდოდა. არდინმა ზემოთ აიხედა და ის დაინახა იქ, თითქმის მწვერვალთან. უსაფრთხოების აღჭურვილობა მყარად ჰქონდა მოთავსებული ფეხის ქვემოთ, გორან კროპსა და კიდევ ერთ ჩვეულებრივ შუა დღეს შორის, მხოლოდ რამდენიმე ფუტის რთული ცოცვა რჩებოდა. აერტონმა წამით დახედა საკუთარ ფეხებს, რომ პოზა შეესწორებინა. შემდეგ ზემოდან მოულოდნელი ხმა გაიგონა. და რაც იქ ზემოთ დაინახა, დაუჯერებელი იყო. გორანი, ადამიანი, რომელმაც 1000-ჯერ უფრო მაღალი მთები დაიპყრო, ვიდრე ეს კლდეა, არც ცურდებოდა და არც თოქზე ეკიდა. ის ვარდებოდა. ინსტინქტმა იმოქმედა. აერტონმა თავი მოემზადა, რადგან როცა მთამსვლელი ვარდება, მიწაზე მდგომი, ვინც თოქს იჭერს, ვარდნის ძალას იღებს. და დარწმუნებული ვარ, თუ კლდეზე არ ადიხართ, ეს ვარდნა საშინელ საგანგებო სიტუაციად მოგეჩვენებათ. მაგრამ ამ სპორტში ვარდნა იმდენად ხშირია, რომ მთამსვლელები ამას რეალურად ელიან კიდეც. ერთი მთამსვლელი, რომელიც თავის შესაძლებლობებს ამოწმებს, შეიძლება ერთ შუა დღეს 12 ჯერაც კი უსაფრთხოდ ჩამოვარდეს თოქზე. შემდეგ კი უნდა მოხდეს ის, რომ თოქი მჭიდროდ იჭიმება იმ ყველაზე მაღალ აღჭურვილობაზე, ლითონის სოლი მყარად ჩერდება და მთამსვლელი რამდენიმე ფუტით ეშვება ქვემოთ. შეიძლება შეიგინოს და ხელები შეარხიოს, მაგრამ ძირითადად ეს არის ყველაფერი. ამიტომ არდენმა თოქისთვის მოემზადა, ამას ელოდა. მაგრამ ის მძიმე უეცარი მოკაჩვა არასდროს მოსულ. ამის ნაცვლად მან მოისმინა ძლიერი მეტალის ტკაცუნის ექო, რომელიც კანიონში გაისმა. და იმის ნაცვლად, რომ თოქი დაჭიმულიყო, თოქი უბრალოდ გაუსხდა ხელიდან. თითქოს ჩვეულებრივი ძაფი ყოფილიყო. თითქოს ზემოთ ყოფი კაცი არაფერს იწონიდა. და იმ წამს, სანამ არდინს თვალი დაახამხამებინა ან რამე ეთქვა, კიდევ ერთი მკვეთრი მეტალის ტკაცუნის ექო მოედო კანიონის კედლებს. და კიდევ ერთი. გორანის დაცემის შეჩერების ნაცვლად თითოეული დამცავი მოწყობილობა თანმიმდევრობით ამოვარდა, რის გამოც შემდეგს კიდევ უფრო მეტი ძალა უნდა შეეჩერებინ. ერთ წამში გორანის 60 ფუტი დაეცა ისე, თითქოს ჰაერის მეტი არაფერი ეჭირა და მთელი ძალით დაეცა ბრტყელ კლდის თაროზე, რომელზეც არდენი იდგა. და შემდეგ კანიონში სიჩუმე ჩამოვარდა. არდენი რამდენიმე წამში მის გვერდით გაჩნდა, მაგრამ გორანის ჩაფხუტი დაცემისას დაიმსხვრა და ჩამოვარდა. და 60 ფუტის სიმაღლიდან ვარდნის შემდეგ ადამიანის სხეული მყარ კლდეს რომ ეჯახება, შედეგი მართლაც საშინელი. აერტონმა დაიწყო კარდიოფილტვის რეანიმაცია და ძალიან დიდხანს არ შეუწყვეტია. მაგრამ მანაც დონეზე გაიგო, რომ ეს იყო დასასრული. მისი მეგობარი მაშინვე გარდაიცვალა, როგორც კი თაროს დაეჯახა. ყველაზე მომზადებული თავგადასავლების მაძიებელი პლანეტაზე ასე უბრალოდ დაიღუპა 20 მეტრიან ასვლაზე. და კითხვა, რომელიც აერტონს დარჩა, რამდენიმე იმე დღეში მთელ სამთო სამყაროში განმეორდა. როგორ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გამომძიებლებს უკან უნდა ევლოთ ნაბიჯ-ნაბიჯი. კედელზე ჯერ კიდევ ჩამოკიდებული აღჭურვილობიდან, თოქზე მყოფი აღჭურვილობიდან და იმ ნაწილებიდან, რომლებიც მიწაზე მიმოფანტული იპოვეს. პირველ რიგში მათ დაათვალიერეს ზედა ლითონის სოლისი, რომელიც ქვიდან ამოვარდნილიყო. სოცვაში ამ აღჭურვილობის ნაწილს კამს უწოდებენ. დაჯერ ტრიგერს ლითონის ნაწილები იკეცება და როცა ნაპრალში უშვებ, ისინი ისევ იხსნება. ის ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ჩინური თითების მახე. რაც უფრო ძლიერად კაჩა ქვემოთ, მით უფრო ძლიერად აწვება ქვას. თუ სწორად გამოიყენებ, მას შეუძლია 1000-ობით ჯერ დაიჭიროს ვარდნილი ადამიანი და არანაირი პრობლემა არ ექნება. პრობლემა ისაა, რომ იქ air გიტარაზე ქვა გლუვია. ნაპრალი ზემოთ ასვლისას შეუმჩნევლად ფართოვდება და ვიწროვდება. ასე რომ ადგილი, რომელიც მარწუხივით იჭერს, შეიძლება სულ 3 ინჩით იყოს დაშორებული ადგილს, რომელიც სველი საპნის ნაჭერივით სრიალა. და მათი გარჩევა მხოლოდ თითების შეგრძნებით ზუსტად ის ხელობაა, რომლის სწავლაც გორანმა წლები ვერ მოასწრო.
მაგრამ მიზეზი, რატომაც ის ამოვარდა, შეიძლება კიდევ უფრო ვერაგული ყოფილიყო, ვიდრე ცუდი ჩანაცვლება. რადგან სინამდვილეში არავის სჭირდება შეცდომის დაშვება იმისთვის, რომ კამმა ვერ დაიჭიროს. ალბათ გინახავთ, როგორ გადაადგილდება მძიმე სარეცხი მანქანა თავისით სარეცხი ოთახის იატაკზე. არავის უბიძგია, ეს ვიბრაციამ გამოიწვია. ერთი პატარა რხევით თითოეულ ჯერზე. კამი ზუსტად იგივე რამეს აკეთებს ქვის ნაპრალში. თუ თოკი საკმარისად შეარხევს მას, როგორც მეკლდეური მოძრაობს, ის შეიძლება გადაიწიოს და ვიბრაციით ავიდეს ან ჩამოვიდეს ბორცვზე. მეკლდეურები ამას პირდაპირ სიარულს ეძახიან. კამი შეიძლება თვითონ გადავიდეს იდეალური მჭიდრო პოზიციიდან მოლიპულ და უსარგებლო პოზიციაში და ზემოთ მყოფი მეკლდეური ამას საერთოდ ვერ იგრძნობს. ასე რომ ეს იყო ცუდი განთავსება თუ უბრალოდ შემთხვევითი ვიბრაციები, როცა გორემი ჩამოვარდა. კამი, რომელიც მას 50 ფუტის სიმაღლეზე აკავებდა, უბრალოდ ამოვარდა. მაგრამ ამბავი აქ უნდა დასრულებულიყო მხოლოდ შერხეული თავმოყარეობით და შეშინებით. რადგან თამსვლელები ესეთ მარშრუტს მხოლოდ ერთი კამით არ გადიან. არა, ისინი ამ მოწყობილობების ჯაჭვს აწყობენ, რომლებიც ყოველ რამდენიმე ფუტში ერთხელაა განთავსებული ნაპრალში. თითოეული მათგანი თოგზე ამიმაგრებული, როცა ისინი ადიან, ასე რომ თუ რომელიმე მათგანი ვერ გაუძლებს, ქვემოთ კიდევ ერთი იქნება, რომელიც დაცემას შეაჩერებს. გორანს სინამდვილეში მეორე კამი ჰქონდა რამდენიმე ფუტით იმაზე ქვემოთ, რომელიც ამოვარდა. ის ზუსტად იმ ადგილას იჯდა, სადაც გორანმა დააბენა და იმ კამმა გაუძლო. მან ყველაფერი გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. ის არ დაძრულა, არ უსეირნია, არ დაძრულა იმ ნაპრალიდან არც 1 სანტიმეტრით. მაგრამ იმ კამასა და გორანის თოქს შორის იყო ერთი მოკლე სამძრომო ლენტი. და აღჭურვილობის იმ პატარა ნაწილმა ყველაფერი შეცვალა. მოკლე გადახვევა. ყოველ თვეში არის ერთი ისტორია, რომელიც არასდროს ხდება YouTube-ზე. იქ არის თუ გინდათ, Patreon-ზე მული ქვემოთ. ეხლა, სად ვიყავით? ხედავთ, სოლის თოქთან დამაკავშირებელი რგოლი არის უბრალო მეტალის სამაგრი, რომელსაც კარაბინი ეწოდება. და კარაბინი მთელ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე სანდო აღჭურვილობაა, ძალიან კარგი მიზეზის გამო. რადგან დახურული კარაბინი გათვლილია დაახლოებით 5000 ფუნტის დაჭერაზე. შეგიძლიათ პირდაპირ პატარა მანქანაც კი დაკიდოთ მასზე. თამსლელები მათ ამაგრებენ, მერე ივიცხებენ და მთელი ცხენ და მთელი ცხოვრება დაუფიქრებლად ენდობიან. მაგრამ ეს ნდობა ერთ რამეზეა დამოკიდებული. აგიხსნით თუ ასეთი არასდროს გიჭერიათ. კარაბინი ძირითადად D-ს ფორმის ალუმინის რგოლია. D-ს ერთი მხარე არის სქელი მყარი მეტალის ზოლი, რომელსაც ზურგი ეწოდება. მეორე მხარეს აქვს ზამბარიანი მეტალის საკედი, რომელსაც ცერით შიგნით აწვევით, რომ თოკი გაატაროთ. როცა ხელს უშვებთ, ეს საკედი ძლიერად იხურება და ზედა ნაწილში პატარა ღარში ჩერდება, რომ წრე დასრულდეს. და სანამ ეს წრე სრულად დახურულია, ეს პატარა ალუმინის სამაგრი თითქმის გაუნადგურებელია. ასე რომ, როცა თამსლელი ვარდება, ძლიერი კინეტიკური ენერგია პირდაპირ იმ მყარ ლითონის ზურგზე გადადის. და არაფერი ხდება. მაგრამ ეს უზარმაზარი სიმტკიცე მთლიანად დამოკიდებულია იმ პატარა ზამბარიან საკეთზე, რომელიც ახლახან გაჩვენეთ, რომ სრულად უნდა დაიხუროს ზუსტად იმ წამს, როცა წონა დაეცემ. თუ ეს კარი ოდნავ მაინც ღია ჩარჩება, ან თუ კარაბინი ძლიერად გადატრიალდება გვერდულად ისე, რომ თოკი სუსტ საკეთზე მოექცევა და არა მყარ ზურგზე, ფიზიკა მხისიერად იცვლება. წარმოიდგინე ეს როგორც გაზიანი სასმელის ქილა. თუ ცარიელ ქილას სწორად დააკენებ მაგიდაზე, ზემოდან ქვემოთ, ის საოცრად ძლიერია. შეგიძლია მასზე დადგე და ის შენს წონას გაუძლებს. მაგრამ თუ იმავე ქილას გვერდზე დაადებ, ბავშვიც კი ადვილად გაასწორებს. ასე რომ, როცა მისი ვარდნის უზარმაზარი კინეტიკური ენერგია მის სათადარიგო სოლს დაარტყა, თოგზე მიმაგრებულმა კარაბინმა ის ვერ შეაჩერა. ის მთლიანად დაიმსხვრა. როცა გამომძიებლებმა ნამდვილი გატეხილი კარაბინი აიღეს და მიკროსკოპით დაათვალიერეს, ამოწმებდნენ იყო თუ არა ლითონი დაზიანებული, გაბზარული ან იქნებ დეფექტური პარტია იყო. ლითონი იდეალური იყო, ზედმეტად იდეალური. არც ერთი ჩაღრმავება ან ნაკაწრი არ ჰქონდა, რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. ის საკეთი ღია იყო, როცა ის გადავარდა. აბა, როგორ გაიხსნა საკეთი ზეწოლით? ექსპერტებმა ორი შესაძლო ვარიანტი გამოკვეთეს და ორივე ერთი პატარა დეტალიდან იწყებოდა. იმაზე თუ როგორ იყო სამაგრი კლდეს მიმაგრებულიებული. პირველი ვარიანტი იყო ის, რომ თავად კლდემ გახსნა სამაგრი, რადგან გორანი იყენებდა მოკლე მყარ დამაკავშირებელს, ნაცვლად გრძელი რბილი თასმისა, რომელიც მეტალის სამაგრს თავისუფლად აძლევს მოძრაობის საშუალებას. და რადგან ის ესეთი მყარი იყო, სამაგრი ძლიერად იყო მიჭერილი არათანაბარ კლდის კედელს. თუ სამაგრი ბზარის კიდეს მიეცვა, კლდე ფიზიკურად შეძლებდა იმ პატარა ზამბარიანი საკეთის გახსნას. ეს ზუსტად იგივეა, როგორც აგურის კარის წინ ჩადგმა. ასე რომ, როცა მისი ვარდნის წონა სამაგრს დაეცა, კარი ფიზიკურად ვერ დაიხურებოდა, რადგან ქვა გზაზე ედგა.
მეორე ვარიანტი იყო ის, რომ სამაგრი გვერდულად გადაბრუნდა. და რადგან ეს შეერთება ესეთი მყარი იყო, როდესაც თოკი მოულოდნელად დაიჭიმა ვარდნის დროს, მან ძლიერად გვერდულად მოკაჩა სამაგრი. ასე რომ ინის ნაცვლად რომ წონა პირდაპირ ქვემოთ ეკაჩებოდა, ლითანის ყველაზე ძლიერი ნაწილი ის უცნაური კუთხით ეკაჩებოდა. და როცა კარაბინერს უცნაური კუთხით ეკაჩები, ლითონი იმდენად იხრება, რომ ის პატარა ჩამკეტი მთლიანად თავისით იხსნება. ექსპერტებს ზუსტად ვერასდროს დაუდასტურებიათ, რომელი ამ ორს შორის მოხდა, მაგრამ ორივე თეორია ისევ იმ მოკლე მყარ დეტალზე მიუთითებს. და სწორედ ამ ერთმა პატარა დეტალმა გამოიწვია მასიური დებატი თამსვლელთა სამყაროში. აღჭურვილობამ უმტყუნა გორანს, თუ გორანმა უმტყუნა აღჭურვილობას. ერთ მხარეს არიან თამსვლელები, რომლებიც ამბობენ, რომ კარაბინი იყო დამნაშავე. თუ სიცოცხლის გადამრჩენი დეტალი შეიძლება უბრალოდ კედელზე გახახუნებით გაიხსნას, ეს ცუდი დიზაინია, წერტილი. მაგრამ აი ამ ამბავში რაც მართლა გულს მტკენს, ის მოკლე და მყარი დამაკავშირებლები, რომლებსაც გორანი იყენებდა, იდეალური იყო დილის მარტივი ასვლებისთვის, სადაც უსაფრთხოების ჭანჭიკები პირდაპირ ბრტყელ პროგნოზირებად კედელში იყო ჩაბურღული. მაგრამ წახნაგოვან ბუნებრივ კლდის ნაპრალში, შენი აღჭურვილობა უნდა იყოს თავისუფლად ჩამოკიდებული, რომ არ გაიხლართოს ქვას. ამიტომ თამსვლელები ამტკიცებენ, რომ ბიჭი, რომელმაც ევერესტი ველოსიპედით აიარა, ასეთ ახალბედურ შეცდომას არ უნდა უშვებდეს, როგორიცაა ხისტი სამაგრის გამოყენება წახნაგოვან კლდეზე. მათი აზრით, გორანს უბრალოდ არ გაუმართლა კი არა. მან საკუთარი სიკვდილის ხაფანგი თავად დააწყო. აღჭურვილობა, რომლებიც რამდენიმე საათის წინ იდეალურად მუშაობდა, სწორედ იმ ერსლაზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, არასწორი აღმოჩნდა. და ამ უმცირესმა განსხვავებამ გორანკროპს სიცოცხლე დაუჯდა. ავარიის შემდეგ ერიდან არუჩი მანქანით ისევ ჩავიდა ფრენჩმენ გულიში. მან გორანკროპის მშობლები თან წაიყვანა. ისინი შვედეთიდან ჩამოფრინდნენ, რომ ენახათ ადგილი, სადაც მათი შვილის სიცოცხლე დასრულდა. და ერგიტარის ძირას იმ ბნელ კლდეზე ერიდანმა დატოვა მემორიალი, რომელზეც 3 სიტყვა ეწერა. ის სიტყვები, რასაც გორანკროპი ყოველთვის ამბობდა, როცა მზადება შედეგს იძლეოდა და ორივე ცერი მაღლა ჰქონდა აწეული. კროპი, ზემოთ. გორდონ კროპმა მთელი ცხოვრება დაუთმო იმის დამტკიცებას, რომ მომზადება თითქმის ყველაფრის გადალახვას შეძლებს. მაგრამ რამდენიც არ უნდა მოემზადო, ვერაფერი დაგიცავს იმ რისკებისგან, რომლებიც ჯერ არ გესმის. ამ თამსვლელსაც იგივე სჯეროდა. მან მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა დაიპყრო და სულელურადაც კი იგრძნო თავი, რამდენად მარტივი იყო ეს. ერთ მზიან შუა დღეს ალპებში მან ერთი უბრალო შეცდომა დაუშვა ცოცვისას. აი რა მოხდა შემდეგ.